დილამშვიდობისა ყველას. ეხლა გავიღვიძე 2 წუთი არ იქნება. ამდენი ახლა თქმა უნდა ვაპირებ რომ მოვიმზადო ჩემი საყვარელი ყავა და რო ავდექი მეც რაღაც უცნაური სუნი და თუ ვეჩემი ამზადებს კომპოსტოს წნილს ერთხელ ფლავეს მე ჩვენთან ამან ყოველკვირ აკეთებენ მგონი ისე გვიყვარს და მეც გიждები ესე გამოიყურება ჩვენი კომპოსტოს მწნილი ესე პატარა ჩოგნი დაფარფატებენ ეს უნდა ჩაიწალოს თუ რაღაცა და მე განაგრძობს ბებია მოკლედ ამის გამზადებას ესე ჩემი დილის ყავა ხმას ვადებ რადგან ბებია ჩემი რაღაც სერიალს უყურებ და მაგრამ ამ სიმღერას ჩავრთავ ან ვინმეს იუთუბერს უყურებ და ეგ არის კაცი კარგი ამინდი გვაქვს დღეს მთელი საუკუნის მერე ვჭამ ნუტელიან პურს იმდენი წელი არ მიჭამია ვერ წარმოიდგენთ მაგრამ არ ვჭამ იმიტომ არ არის კარგი არც ახისგანისთვის არც არაფრისთვის მაგრამ ეხლა ისე მომინდა წუხელაც მინდა წუხელთავი შევიკავე და დღეს ვეღარ ვთქვი ერთი ნაჭერი აფის არ მიზამს ის მაქვს კიდე და ის ძალიან მიყვარს აქვია ნარი ყველი და ChatGPT-ს ვკითხე რომელი უფრო ცუდია თქო და აღმოჩნდა რომ ნარი ყველი უფრო ცუდია ვიდრე ეს ერთი ნაჭერი იმიტომ რომ ნარი ყველი უფრო მეტ ცხიმს შეიცავს თურმე პალმის ზეთი და რაღაცებიო ვიდრე ესო ერთი ნაჭერიო ამიტომ გადავინაცვლეთ ნუტელასკენ ხო ეს პარადოქსი ანუ თან გადამუშავებული ყველი ანუ ნარი ყველი არ ყოფილა კარგი სახის განისთვის განსაკუთრებით ჩემი ტიპის სახის განისთვის მართლა ეს დღეში მოვედი მოკლედ ესეთი მანიკური წავიში დღეს ორი მანიკური წავი ვიყიდი ახალი და და ჩემო ეს ფერი კონკრეტულად დაიწუნა მახინჯურად მაგდასმული მაგრამ პროსტა დასაწესდაც წავიში ცუდი არ არის მართლა ნახეთ რაღაც უცნაური ვარდისფერი ალბათ მაგრამ ნუ ნორმალური მაინც დასაწესდაც წავიში კიდე მეორე ვიყიდე გამოწყდა ხა ამოტანა ქვევით არის იმიტომ რომ სტუმრები ყავს ბაბუჩმის ძმა და მის ცოლი ვასტუმრენ და მე ამ ვიპარე რომ ვიდეო გადამეღო უზრდელმა ჩაქრადებს ეს არის დედაჩემის კიცო მე უზრდელეზებით ამოვედი რომ მიხდება ხომ გადამეღო ვიდეო ეს არის ამომაზი გაძაფხულზე რატო არ ვიყენებ ხოლმე არ ვიცი და ეხა რაღაცა აქ დაუდიოთ და სხვანაირად შევხედე ნახეთ რაღაც მემოები ახატია რაღაც ძალიან საყვარელია ხო და ესეც ძალიან მაზია მე თუ მკითხავთ ხო მაზია ესე ხო და ეხლა რამდენიმე დღეა დავიწყე ახალი კანის მოვლის რუტინა მოკლედ კიდევ ერთხელ მივედი საკუთარ კანს შანსი თქვენ იცით რომ მე მაქვს ცხიმიანი აკნის კამერული კანი და ხა ისე დავიწყე მკურნალობა იმ სამკურნალო რამდენიმე კრემს ვერ გაჩვენებთ რადგან არ ვიცი ანუ შეიძლება თუ არა სამკურნალო რაღაცების ჩვენება რადგან ეს უბრალოდ სამკურნალოა ძლიერი ინგრედიენტებით ხო და თუ მომიხდა მე გეტყვით თუ არ მომიხდა დავტოვებ ბოლოს შემოძლევ ეხა ამ გარეთ ამკურნალობას თუ არა და მე მივდივარ ექიმთან და ვთხოვ პირდაპირ რომ აკნე თეიქი გამომიწეროს რომლის მიღების მერე თან გადავრჩებით ან არა მაგრამ ყველაზე ეფექტური და ბოლო გზა უკვე რო აღარაფერი აღარ გშველის ეგ არის და მე იმათი იქამდე არ მივალ და ვნახოთ რა როგორ იქნება ხო ეხლა დავიწყებ იმ პროდუქტების ჩვენებას რომელსაც ვიყენებ კრემების გარდა აი აქ დევს ერთი ორი დღე ვიყიდე მეოთხე დღე არ ვიყენებ და გავჩვენებ ყველაფერს პირველ რიგში ჯერ გავჩვენებ არა კანის მოვლის პროდუქტს არამედ კბილის პასტებს რომელზეც გადავედი თქვენ იცით რომ მე ერთი კბილი დავიპლომბე და ამ ფაქტმა ისე შემაშინა რომ მოკლედ დავიწყე მკურნალობა ისე რომ ასე ვთქვათ იქითი რაღაცა აღარ დამემართოს და კბილები უფრო გავიგძლიერო ერთი კრემი მჭირდებოდა კიდე მიც აქ ვერ ვიშოვე მაგრამ აუცილებლად ვიშოვი ხო აი ამას ხმარობდი აი ასეთ რა ქვია მას aqua fresh ეს არის colgate მგონი ხო colgate-ია fresh colgate მოკლედ ეს
და ასეთები არ გამოიყენოთ Colgate და მსგავსი ტკბილის პასტები. არ ყოფილა საერთოდ კარგი და გადავედი აი ამაზე. აქედან გადავედი აი ამაზე. ეს არის Parodontax-ი ფტორით, აი ესე. აი ამაზე გადავედი და ეს მართლა ძალიან კარგია. მოგეთ. აქედან გადავედი აი ამაზე. ასეთები მაქვს რამდენიმე უხმარი კიდევ და ვფიქრობ რომ გავაჩუქებ რა ვინმეს მივხემანდი გურიკას ან ვინმეს ვინც იყენებს ისეთი შოპთიდან ახლა ამოვიღე იმიტომ რომ ამას ახარ გამოვიყენებ ხოდა ანუ ამაზე გადავედი და ეს უფრო სამკურნალოა ვიდრე უბრალოდ ამას გამათეთრებელი ეფექტი არ აქვს ამისგან განსხვავებით მაგრამ მე კიდევ სხვა კბილის პასტაზე გადავალ ამის შემდეგ რომელიც აღარ იქნება ასეთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც სხვა უნდა გადავიდე აუცილებლად მე კიდევ ვიყიდე ახალი დასაბანი გელი ეს არის მქონია და სულ მინდოდა დამეტესტა და იყო ფასდაკლებაში ეს არის CeraVe-ს ცხიმიანი კანის დასაბანი გელი რომელიც არის mini travel size-ი ნუ ეს ვიყიდე იმიტომ რომ დიდი ზომის ჯერ ისეთი ძალიან დიდია და ძვირია და თან არ ვიცოდი მოუხდებოდა თუ რა ზუსტად ჩემ კაცმა რა ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს CeraVe-ს და მოკლედ CeraVe ვიყიდე ისევ ასე ჩიფუთვას ვიყიდი როგორც კი ეს დამეცლება მაგრამ ისეთი ეკონომიურია რომ რა ვიცი ცხიმიანი კანის CeraVe-ს გელი აუცილებლად ვიყიდე და ვიყენებ მისგან დამცავს SPF 50-ით მისგან დამცავს აქამდეც ვიყენებდი უბრალოდ ეს არის oil free skin protective moisturizer face SPF-ი ანუ ეს არის UV და UVB თუ რაღაცა მისგან ყველანაირი მავნე ზემოქმედებისგან იცავს და ცხიმისგან თავისუფალია იმიტომ რომ მე ცხიმიანი კანი მაქვს და ჩემი კანზე არ შეიძლება არაფერი ცხიმიანი სტატანა და ასევე აქვს დამატენიანებელი ეფექტი, ამას ზომიერი დამატენიანებელი ეფექტი, რადგან ცხიმიან კანს ახასიათებს ეგეთი რამე რომ თუ ძალიან გამოიშრობთ, პირიქით თქვენი კანი დამატებით ცხიმის გამოყოფას დაიწყებს, რაც იწვევს რეალურად ამ აკნეს და ამ ცხიმიან ბურთულებს, ამიტომ თუ არ გინდათ რომ ეგ დაგემართოთ და გაქვთ ცხიმიანი კანი, ზომიერად მაინც დაიდენიანეთ. ეს კრემი შეიცავს თეთრ თიხას და სახეზე ჩდება თეთრად, ანუ ეს არის მექანიკური მზისგან დამცავი და არ არის ქიმიური და მექანიკური მზისგან დამცავი ვიცით რომ აი თეთრად რო რჩება ეგენია, მაგრამ კარგია. კარგია და არ ვუშვებ მაინც ავიტანო რომ თეთრად რჩება. კიდევ მაქვს ისეთი ძალიან კარგი შემადგენლობის ის რა ქვია მიცალული წყალი, რომელიც აუცილებელია ორმაგი წმენდის დროს, რადგან ჩემი მზისგან დამცავი შეიცავს თეთრ თიხას, რაც ნიშნავს იმას, რომ კანზე ძალიან ეკორის, ანუ ამ მზისგან დამცავს არ აშორებს არც ჩვეულებრივი წყალი, არც ოფლი, არაფერი მსგავსი და ამიტომ მიმართავ ორმაგ წმენდას ჯერ კარგად მინდა მიცალული წყლით, ეს კარგი მიცალული წყალი რადგან ალოეს და კარგ რამეებში ითავს, აქ არ მიყიდია ჩემო დაქალმა ჩამომიტანა და მე ამით რომ კარგად გავიწმინდა ბამბის დისკებით, მე უკვე ვიყენებ ამას კიდე ერთხელ ვიბარ ამით და მე წყლით და მე ვიტარებ დანარჩენ რუტინას. და ზოგჯერ ამითი არ ვიბან და ვიბან გოგირდის საპონით, რომელიც ხა ქვევით არის. ანუ ვანაცვლებ ერთ დღეს ამითი ვიბან, მეორე დღეს გოგირდის საპონით, მაგრამ მზისგან დამცავ და ამას მაინც ყოველთვის ვიყენებ, რომ მზისგან დამცავი კარგად მოაშორო. ანუ ორ ფენიან skin care and skin კანის წმინდას ვიყენებ. მათ ეს კრემი რომელიც ჯერ გამომიყენებია, იმიტომ რომ თავის რიგს ელოდება, ეს არის კრემ ისა კანის skin color skin help ანუ კანის ფერის დამხმარე, ეს არის უკვე იმის შემდგომ გამოსაყენებელი, რაც აკნეს მოისურვებთ, რომ აკნეს შემდგომია ეს ნაწიბურები და ეს როგორ თქვა, აი თეთრი კი და ყავისფერი და წითელი ლაქები რო რჩება, ეგენი რომ მოაშოროს. ამას გამოვიყენებ მაგის მერე, რაც აკნეს კურნალობას მოვჩები, მანამდე ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ ძალიან აქტიურ მჟავებში იცავს და ისედაც ეხლა რასაც ვიცით რომ კურნალობ ის პროდუქტების მჟავებში იცავს და კიდევ ეს უკვე ძალიან ცუდია კანისთვის. მინდოდა დამატენიანებელი კრემი, დამატენიანებელი კრემი, იმიტომ რომ როგორც ითხარით, ეს პროდუქტები რასაც ვიყენებ ძალიან აშრობს სახის კანს და უნდა დააბალანსოთ ცხიმიანი კანი ისე რომ ზედმეტად არ გამოშრეს და
ცხიმის გამოყოფა პირიქით არ გამოიწვიოს კიდე მეტად და რო ვუთხარი აფთიაქში რომ არც დამიხედია ჩემი ბრალია რა სმაძლევდა და რა ჩამიდო უნდა წამეკითხა და მომცა არაცხიმიანი კანის კრემი არამედ პირიქით for dry and very dry skin ანუ მშრალი და ძალიან მშრალი კანის დამატენიანებელი რომელიც ჩემი სახის კანისთვის არის კატასტროფა და არის მომაყვრინებელი აი ეს კიდე კაი არ არის ამჟირიანი მაგრამ მაინც კარგი შემადგენლობა აქვს ეს არც კი გამიხსნია და მე ამის გამოყენებას არ ვაპირებ ამას და კიდე რაღაცებს მაქვს კიდე რაღაცები შევფუთავ და დეიდაჩემს წავუღებ საჩუქრად ეს დეიდაჩემს გამოადგება ძალიან იმიტომ რომ დეიდაჩემს აქვს მშრალი კანი ჩემგან განსხვავებით დედაჩემს და მე გვაქვს ერთნაირი სახის კანი ტიპი და მე რაც მიხდება დედაჩემსაც ავტომატურად უხდება და პირიქით ამას ის ამას არ გავხსნი ამას დეიდაჩემს ვაჩუქებ კიდე რაღაცებთან ერთად შევფუთავ და მგონი კაი შეცვლილი გამოვა მე რაც დავიყენებ ხოლმე ზოგადად პროდუქტების უმეტესობა მიდის ანუ შეცდომით ვყიდულობ მიდის დეიდაჩემთან იმიტომ რომ ყველათ ისე ვერ დავდებ მეგობარს ვაჩუქებ მაგრამ ის მეგობარი ვისაც ვიცი რომ მოუხდება საქართველოში არ ცხოვრობს და ისე რამ ჩამოვა არ ცხოვრობს კი არ არის ამ მომენტში და ისე რამ ჩამოვა მანამდე ეს უკვე გაჩქებული მექნება ხო და ზოგადად ეგ მახასიათებს ხოლმე რომ არ მიყვარს ეს პროდუქტების გაჩერება უაზროდ აი ამას რომ ვიყიდი და ვიცი რომ არ არის შემთხვევაში ყოველთვის ვაჩუქებ ხოლმე და გასაცნობზე ეგრე ვარ ახლა ჩემ ბაბუაჩემის მადამაკის ცოლი მოვიდნენ და რაღაცები მოიტანეს და რო წავლე მე გაჩვენებთ რა მოიტანეს რაც ტკბილეულიც ხო წეზია ხა კიდე მე ხა ვფიქრობდი და ვათვალიერებ რაღაც ვიდეოებს და რაღაც დეჩმა გამიგა ვიდეო თურმე როგორ თოვს იქ რა ქვია ჰოლანდიაში არის თოვლია და თოვლი აქ ხარ გუშინ წვიმდა ახლა ამზე და უბრალოდ ეგ გაჩვენებთ უბრალოდ და ესეთი ამინდი ფარდა გადავწიო აი ასეთი მზიანი ამინდი მაინც და მაინც რო გითხრათ რომ აი ეს მთლიანი კედელი ჩვენთან არის ისე ნახეთ მთლიანი კედელზე გვაქვს რა ქვია უზარმაზარი ფანჯარა და ძალიან პანორამული ხედი გვაქვს ნახეთ ეს როგორ განშალა ეს ხე მიჩ რა ქვია ყვავილები ძალმაზია აი აქ გაზაფხულზე არის ხედი ნოიტყვი და ზაფხულში კიდე აქ ბებიაჩები სამწუხაროდ ყოველთვის სტუმრებს აწვენს ხოლმე და არასდროს საკამძინებია მაგრამ რა ვიცი ნებად და ამდენით უსმენდი რაღაც ამეკვია და დილიდან მარკუს მეტრეველის სიმღერა გელოდები რაღაცა ნელ დავუშენოთ და რაღაცას მომხერის ხოლმე და მე ვარ ზოგადად და უსმენდი მე რადგან ამეკვია და მე უსმენდი კიდე და მე ვარ ზოგადად ისეთი ადამიანი რომ ქართული სიმღერებიდან დაწყებული რაღაცა როკით დამთავრებული ყველაფრის მოსმენა შემიძლია და ყველაფერი შემიძლია ძალიან გავერთო ზოგადად ერთი ამოკვიატებული ჯგუფი ან მიმდინარეობა არ მაქვს ყველაფერს უსმენ რაც იმ დროს მე მომწონს და რაც იმ დროს ჩემს ხასიათს უნდა და ყველაფერს შემიძლია რომ ძალიან მაგრად გავერთო და დღესაც ისე გავერთე რაღაც ვიდეოები გადავიღე მაგრამ არ ვიცი დავდებ თუ ალბათ ხომ უნდა გამოვურთო იმიტომ რომ ისეთ ხვაზე მღერი ვარ მათ აი თავის მოჭრა ძალიან ისე ვარ აი რაღაცა ერთი არ მაქვს ხოლმე სამოკვიატებული და ეგ რაღაცნაირია არ ვიცი ვისმის შეიძლება რაღაცა გოიმობა იყოს მაგრამ მე თუ მომწონს და მაგაზე შემიძლია გართო მაინც უსმენ იმიტომ რომ არ მაინტერესებს ხოდა მოკლედ ეგრე საკუთარ თავთან ძალიან კარგად კომფორტულად ვარ ხოლმე და ვერთობი ხოლმე კომპანია არ მჭირდება ხშირ შემთხვევაში ოს ნახეთ ეს ყვითელი ყვავილები გამოსურა ლამაზებია ეს ნახეთ რა კარგია ერთი კიდე აქ მოიცადეთ აი მეორეც და კიდე აქ ერთი ორი რა ჩანა იქ რაც არის ყვითელი ტეტილები მართლა რა კაი ამიდია მაგრამ მაინც გრილა არ მოგატყუოთ ალტრეში გახედოთ როგორ გამოიყურება ჩემი თარო ეს ახალი დალაგებული მაქვს თორე ეს არ გამოიყურება ხოლმე თმები რო ხედავ როგორი ნაფუებული მაქვს ხო და ასე არ გამოიყურება ხოლმე ეს თარო უბრალოდ ხა დალაგებული მაქვს და უბრალოდ გადავხედე და ნახეთ უბრალოდ რამდენი პროდუქტი მაქვს აი უმეტესად თქვენ ნახავთ აქ თვალის და იმის რა ქვია ტუჩების პროდუქტებს იმიტომ რომ მე არ მაქვს არანაირი სხვა მაკიაჟი თქვა კონტურების სახის კიდევ რა ქვია იმას კრემი უთრუის ტონალური და კონსილერები არ მაქვს იმიტომ რომ არ მომწონს
არ მიყვარს და ამ შემდეგ, მაგრამ გიждები პომადებზე და კიდე სუნამოებზე, იმიტომ რომ აქ უამრავია. ხო და ეს პროდუქტები კიდე პომადებზე გიждები, იმიტომ რომ ეს ყველა არის პომადები და რაღაცები. და ეს ფანქრები, რომელიც უამრავი. კიდე მეტი იყო, მაგრამ სუნამოები მაქვს, მაგრამ არასდროს არ მიყიდია. ნაჩუქარი ეს ყველაზე ახალი რამეა. დიაჩემ გამიგზავნა ეს ამაშიტოს მაკიაჟის ფუნჯები, იცით უკვე. აი ეგ რამდენიმე თვალის შტილი და უსტო всё ეგ არის. და ანუ სამკაულები. აუ ამ სუნამოზე გიждები, ეს არის ნინარით, რომელიც ახალ წელს მაჩუქეს და ძალიან მინდოდა ეს სუნამო. ეს ცნობილი რეკლამა ალბათ გეცოდინებათ. ნინარითის. კიდე მაქვს ეს სუნამო, რომელიც ისევე აუახლესია. და ნუ ეს და ესენი ასეც ხშირად ვიყენებ ხოლმე. მაგრამ მაქვს კიდევ ესეთი პატარა სუნამოები. მაგალითად ეს და კიდევ აქვს აი ესეთი პატარა, რომელსაც სამგზავროდ ვიყენებ ხოლმე. მაქვს რაღაცა მარტო სუნამოებია, მგონი ის რაზეც მაქვს გაჭედილი. всё, სულ ეგ არის. ტრები მოიტანეს, მოკლედ სტუმრებმა ხა გავაცილეთ. მოიტანეს ისეთი ნატახტარის მსხლის ლიმონადი, ესეთი მეორეც იყო ფანტა და ის უკვე დამთავრდა. ბანანი, აი ესეთი ძალიან კარგი ბანანები, ძალიან კაია, მინდოდა ბანანი ზუსტად და გამიხარდა რომ მოიტანეს, კიდე მოიტანეს ესეთი ჩოკოფაი, უზარმაზარი. ეს კაბელეული არ მაკლეს სამბოლო დროს და ცდილობ რომ არ ვჭამო, იმიტომ რომ მკურნალობ იქით გამნაყარდა და არ არის სასვარგებლო და სასურველი, მაგრამ მაინც მოაქვთ. კიდევ ესეთი ყავა, ჟოკეის ვსვამთ ჩვენ და ძალიან კარგია. შორის გუმთავრდებოდა და ზუსტად სულზე მოგვისტრო და კიდე მგონი ხინკალია თუ კურნენი არ ვიცი. ხინკალი ყოფილა ისეთი ხინკალი ხო. სულ ეს არის. ეხლა გავსინჯა ეს მინი მოცარელები რა და ჩვეულებრივი სულგუნია, აი ჩვეულებრივი სულგუნია. რა სულგუნი გიჭამიათ და რა ეს ტიპტივებს წყალში გაჩვენებთ. ეს ტიპტივებს წყალში დავცნავთ. გამოიყურება, მაგრამ ჩვეულებრივი სულგუნია რა. გემოზე ეს მოცარელა. მოდი ეს ჩოკოფაი გავხსნათ ატომხაც რო დავინახე. მომინდა და აი ესე რომ ცალ-ცალკაში ფთოლი ძალიან კაი ხა შევჭამეთ ცალს. წდება ხოლმე რო გთხოვოთ. არხის გამოწერა და იმედი მაქვს რომ თქმის გარეშეც გამოიწერთ, მაგრამ თქმას წინაფი არ დგას. რა იყო? ძაღლები მოხდა მოტანდის. შენი არ არის ეს. არ შეიძლება თან. ხოდა აი საღამოც ძალიან კია სხვათა შორის ძალიან მზე ანათებს.